რა ცვლილებებია ვაჭარის ვედეცია საფულეში? მეგობრებო, როგორც ყოველთვის, ამ თვესაც განვიხილავთ, რა თქმა უნდა, ვედეცია საფულეს, ანუ ვაჭარის დეცია საფულეს, სადაც მე განახებთ, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ $5,000-დან $100,000, რა თქმა უნდა, ინვესტიციებით და ესე ვთქვათ, რომ გაიზრდება ჩვენი კაპიტალი სხვადასხვა ინვესტიციებში, ესე ვთქვათ, ამ კაპიტალის სხვადასხვა ინვესტიციებში გადაყვანითაც. დავიწყოთ იქიდან მეგობრებო, რომ ვინც პირველად უყურებს ამ სერიას, გეჭირთ რომ გადახვიდეთ პლეილისტებში და იქ უბრალოდ ვედეცია საფულე ნახოთ, ანუ $5,000-დან $100,000-მდე, ეგრე აწერია მე მგონი $5,000-დან $100,000-მდე, სადაც გაიგებთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყოველთვე ვაკეთებთ ინვესტიციას €100 ეთერიუმში, €100 ბიტკოინში, €150 ვერცხლში და €100 ვინახავთ კეშით, იმიტომ რომ იმისთვის რომ თუ სადმე გამოჩნდა რაიმე შანსები, ეს შანსები გამოვიყენოთ და ამ ყველაფერს გამოვიყენოთ ჩვენი კეში გვერდზე გადადებული. ასე ამ კეშს აქვს სხვა დანიშნულება. ყოველთვის ამბობ, რომ შენ ყოველთვის გჭირდება კეში გვერდზე, იმისთვის რომ რამე რომ მოხდეს 3-დან 6 თვემდე გაეტანო თავი, ანუ შენი ხარჯები, შენი თვიური ხარჯები უნდა იყოს კეშით მინიმუმ 5-დან 6 თვემდე, 3-დან 6 თვემდე დაფარული. დავიწყოთ კეშით მეგობრებო, ანუ ჩვენ უკვე გვაქვს პლუს-მინუს არა პლუს-მინუს რატო ამბობ, ჩვენ გვაქვს €400 და აქ კიდევ ამატებთ €100 მეგობრებო და გამოდის €500. ეს ჩვენი კეში ნელ-ნელა იზრდება და იზრდება, ანუ ყოველთვის €100 იზრდება. რაც რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, რომ ეს ფული ესე იდოს. რა თქმა უნდა, თუ გააკეთებ ინვესტიციას სადმე, ეს არის სარისკო, შეიძლება ეს €500 გავფასურდეს, რაც ჩვენ რა თქმა უნდა არ გვინდა. ამიტომ ამ €500-ს გავაკეთებ ისეთ რამეში ინვესტიცია, ისეთ რამეში გავაინვესტირებ ამ €500-ს, რაც ნამდვილად გვეცოდინება, რომ ის არ გავფასურდება და ძალიან კარგ შანსს გვაძლევს ის გარკვეული ინსტრუმენტი, სადაც ჩვენ გავაკეთებთ ინვესტიციას, ნუ ყველაფერს არ გეტყვით, ეხლა სად გავაკეთებ, იმიტომ რომ ამისთვის მინდა ცალკე ვიდეო გადავიღო. მაგრამ ამ €500-საც ძალიან საინტერესო, ესე ვთქვათ, დანიშნულება მოუძებნე, რომელსაც განახებთ ცალკე ვიდეოში. ამიტომ ვიცოდეთ, რომ ამასაც გავაკეთებ ცალკე ინვესტიციას. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე, როგორც ყოველთვის ტრადიციულად დავიწყოთ, ესე ვთქვათ, ვერცხლით, ვერცხლმა გააკეთა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ზრდა. მოდი გადავიდეთ უბრალოდ ვერცხლზე. ვერცხლი გვაქვს აქ, რა თქმა უნდა, ბაზრები უნდა გაიხსნეს, ანუ ლოკალური ჰაი გავარღვევთ მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ რამდენი ხანია რაც ამ ლეველზე ჩვენ არ ყოფილვართ. აქედან რომ ავიღოთ 4,000, 5,000 დღე, მოდი 5,000 გავყოთ 360-ზე, 5, გავყოთ 5,000, გავყოთ 365 ვთქვათ. პლუს-მინუს 13.9 წელი, ანუ ამ ლეველზე არ ყოფილვართ, ანუ $35-ზე 1 აუნსზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან აღსანიშნავია, იმიტომ რომ იმან ვინც ადრე იყიდა, მაგალითად ვინც 13 წლის წინ იყიდა ვერცხლი, დღეს არის პირველად ისე მოგებაში. ნუ ლოკალურად რომ შევხედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდოდა ამ ლეველის გარღვევა, აი აქ იყო ლეველი, რომელიც რა თქმა უნდა გავარღვიეთ, შემდეგ გაიტესტა იდეალურად და შემდეგ ახლა უკვე ეს ლოკალური ჰაიც გავარღვიეთ, რა შეიძლება ახლა მოხდეს, შეიძლება გაიტესტოს ეს ლეველი და წავიდეს მაღლა, ან პირდაპირ არც გაიტესტოს და პირდაპირ წავიდეს მაღლა, რაც ჩვენთვის რა თქმა უნდა არის კარგი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოზიციები ვერცხლში. ვაჭარის დეცია საფულეშიც გვაქვს, ესე ვთქვათ, ვერცხლის პოზიციები და ჩემს საკუთარ საფულეშიც მაქვს, რა თქმა უნდა, ვერცხლის პოზიცია. ვერცხლის პოზიცია აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, შენ თვითონ შეგიძლია აერჩიო, მაგრამ რატომ აქვს ვერცხლი გაკეთებული და არა ოქრო? ოქრო არის უფრო დიდი ფულისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფოებისთვის და შემდეგ. ოქრო არის იმისთვის, რომ შენი კაპიტალი დაიცვა ინფლაციისგან, მაგრამ ვერცხლს უყურებ როგორც პოტენციალს. ვერცხლმა შეიძლება გააკეთოს 10x-ი, იმიტომ რომ ის გამოიყენება ინდუსტრიებში, ჩიპებში, მანქანებში, მზის პანელებში და ანუ ყველაფერში, რაც ელექტრონულია. ისიც როგორც
ოქრო არის მიუწვდომელი და მისი ესე ვთქვათ რეზერვები ნელ-ნელა უფრო და უფრო იცლება და ის ვერცხლი რაც ყოველ წელს მოიპოვება მიწიდან იმის 75% ეგრევე მიდის ინდუსტრიაში და მისი უკან მოგება და ესე ვთქვათ რესიკლირება არც თუ ისე ადვილი არის და არც თუ ისე იაფი, ამიტომ მე მგონია რომ ვერცხლს ფას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, ამიტომ ვაკეთებთ ვერცხლში ინვესტიციას, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა ძალიან გრძელვადიანი ინვესტიცია ვერცხლში ვართ უკვე ჩვენ მოგებაში რა თქმა უნდა მეგობრებო, ანუ თავიდანვე მოგებაში ვიყავით და მოდი ახლა დავამატოთ კიდე 150 ევრო, იმიტომ რომ ყოველ თვე ვაკეთებთ 150 ევროიან ინვესტიციას და რა თქმა უნდა ჩვენ ვერცხლს ვინახავთ შვეიცარიაში, ამიტომ ამაზეც არ გვაქვს სანერვიულო ზურიხში ვინახავთ, არ ვიხდით გადასახადებს, იმიტომ რომ იქ უბრალოდ გვინახავენ და მოდი ახლა ვიყიდოთ საუკეთესო იმით მარკეტ ორდერით და 159 ვიღოთ, იმიტომ რომ ფიებში თუ იყო ფული საჭირო, 158 ვიღოთ, 158 ევროსი ეს არა გვაქვს და გავაგზავნოთ ჩვენი ორდერი. მოგვივა პლუს მინუს 129.291 გრამი ვერცხლი, რომელიც დღესდღეობით კილოებში ღირს 1124 ევრო. გავაგზავნოთ ჩვენი ორდერი. და კი ბატონო, ჩვენი ორდერი გაგზავნილია, ისინი შემდეგ გადააგზავნიან ამ ორდერს, ესე ვთქვათ, იქ სადაც ვერცხლს აკეთებენ, იქ სადაც ადნობენ და ბარებს ქმნიან და შემდეგ რა თქმა უნდა ეს ბარი იქნება ჩემს სახელზეც. გადავედეთ ახლა მეგობრებო ბიტკოინს და ეთერიუმზე, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის ვიყიდით 100 ევროს ბიტკოინს, 100 ევროს ეთერიუმს და აქვე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ჩემი ბიტკოინის buy order-ი შევსვა. რომ გადავედეთ ახლა აქტივიტეტებში, ხედავთ აქ რომ აქვს გაყიდვის და ყიდვის ორდერები დადებული ბიტკოინს და ეთერიუმზე, მაგრამ ის ორდერები, რომელიც უკვე განხორციელდა, ეს იყო 26 აგვისტოს მეგობრებო, შემივსო ბიტკოინის ორდერი. ნახეთ ახლა რა ხდება, ნუ რამ რატომ არის ხოლმე აუცილებელი რომ შენ დააფიქსირო მოგებები ისევ ამაზე რომ გამომახვილო ყურადღება. ნახეთ ახლა რა ხდება. სად გავყიდე მე ბიტკოინი? ბიტკოინი გავყიდე პლუს მინუს აი აქ და ახლა ნახეთ მე ვიყიდე ის ისევ პლუს მინუს 8%-ად იაფად რაც გავყიდე. იმ დაფიქსირებული მოგებით ვიყიდე ისე ბიტკოინი რაც ჩემ პოზიციას ზრდის, ანუ ის რაოდენობა ბიტკოინები რაც აქამდე მქონდა, მაქვს უფრო მეტი რაოდენობის, იმიტომ რომ უფრო იაფად შევისყიდე, რაც ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ დოლარებზეც ერთი და იგივე გავუკეთებია, ვნახოთ დოლარებს ეს აგვაქვს ბიტკოინი ეთერიუმს კი ბატონო ერთ და იგივე გაკეთეს თითქოს, მაგრამ ევროზე ჯერ არ გაგვიკეთებია მეგობრებო all time high, იმიტომ რომ евро დოლარის კურსში არის რა თქმა უნდა განსხვავება. ბიტკოინზე შემისვა ორდერი მეგობრებო, რაც ძალიან მიხარია და ქვემოთ აქვს კიდე ორდერები დაყენებული. აქ შეგვიძლია ყველა ორდერები ვნახოთ, შეგვიძლია ვნახოთ სტაკინგები, რამდენს ვიღებთ და ასე შემდეგ. ასევე შეგვიძლია ვნახოთ რომ აქ რა ხდება. შეგვიძლია ვნახოთ რომ ეთერიუმიც გავყიდე $280 და შემდეგ რა თქმა უნდა ისე ორდერი დავაყენე, რომელიც ჯერ არ შევსებულა და სხვათა შორის მეგობრებო ეთერიუმზე აქ იყო რა თქმა უნდა კიდე კარგი ყიდვის ადგილი, მაგრამ აქ რა თქმა უნდა არ დამიდია ორდერი, იმიტომ რომ ანუ აქ თუ გავყიდე უფრო ძვირად რატომ დავიყიდო, ხო, ამიტომ ველოდები მე უფრო დიდ ვარდნას ევროსთან დაკავშირებით, მინიმუმად 15%-ის ვარდნა მინდა რომ ეს ვთქვათ ჩემი ორდერები შევსვა, ამიტომ ეთერიუმზე უფრო დეფენსიური ორდერები მაქვს დაყენებული, ანუ ყიდვის ორდერები. გადავიდეთ და ვიყიდოთ ჩვენი ეთერიუმი და ბიტკოინი მეგობრებო. ხედავთ აქ რომ სუმთლიანობაში 2542 ევრო მოგებაში ვართ და გადავიდეთ ახლა ჩვენ ბიტკოინზე ვიყიდოთ 100 ევროს ბიტკოინი. ოკეი. ევროს ბიტკოინი ვიყიდოთ მარკეტ ორდერით დაგვიდასტურდა და შემდეგ ვიყიდოთ უკვე ეთერიუმი. ჩემი კლავიატურა მაბრაზებს, but we will do it like that. კარგი იყოს 98.
და ეთერიუმიც ვიყიდეთ, ანუ ჩვენი გეგმა არის შესრულებული 100 евро кэшად შევინახეთ, 200 ევროთ 100 евро кэшად, 200 ევროთ ბიტკოინი და ეთერიუმი, აქ უკვე 300 евро და 150 евро ვერცხლში. ანუ ჩვენი 450 ევროიანი ინვესტიცია ისევ გავაკეთეთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე. მოდი ახლა დავიანგაეშოთ მეგობრებო. რა მოგება ან წაგება გვაქვს გაკეთებული ამ თვეში. ამისთვის მე ჯერ გადავალ აი აქ და მოდი ახლა დავითვალოთ მეგობრებო ყველაფერი ერთად. total investment, ანუ ტოტალური ინვესტიცია, ანუ ამ თვესაც დავამატოთ, რა თქმა უნდა 450 евро დღეს არის ოკეი, ეს ყველაფერი ნერვებს მიშლის ჩემი კლავიატურა. 450, ოკეი. დღეს ვართ რა თქმა უნდა 31 აგვისტო, მაგრამ ხვალ უკვე 1 სექტემბერი, ამიტომ ერთი დღით ადრე რო ვაკეთებთ ეგ არაფერი. ტოტალური ინვესტიცია ჩვენ გვაქვს ახლა გაკეთებული მეგობრებო 7250 евро. და მოდი დავითვალოთ ესე ვთქვათ რამდენი მოგება ან წაგება გვაქვს გაკეთებული. უცბად რომ გადავიდეთ ისევ საიტებზე მეგობრებო, ანუ ჩვენ გვაქვს ჯერ 500 евро кэში, ამ ყველაფერს დავუმატოთ ჩვენი ვერცხლის მთლიანი პორტფოლიოს ღირებულება და ეს არის დღეობით 2485 евро, 2485.99, მაგრამ დავამრგვალოთ პლუს 2485 და ამ ყველაფერს დავამატოთ ჩვენი კრიპტოსაფულე, რომელიც არის $6940. 6941, მაგრამ ის ქვემოთ ჩამოვამრგვალოთ. დავამატოთ 6940 евро. ეს გამოდის 9925 евро. თითქმის 10000. Very good. გადავიდეთ ისე, სკავთიშოთ. გადავიდეთ ისე მეგობრებო და აქ ჩავწეროთ 9925 евро, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საფულე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 20%-ით, მაგრამ ეგ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ესე ვთქვათ 450 ევროიანი ინვესტიცია გავაკეთეთ და დავამატეთ, ხო? მაგრამ იმის რომ გავიგოთ ჩვენ ტოტალ ინვესტიციაზე გვაქვს თუ არა მოგება, რა თქმა უნდა, აქ უნდა ჩავწეროთ 7250, იმიტომ რომ 7250 евро გავაკეთეთ ტოტალური ინვესტიცია და ჩვენი საფულის ღირებულება არის 9925 евро. გამოდის ის რომ ანუ ნახეთ ყოველ თვიდან თვემდე იზრდება ჩვენი ინვესტიცია რომ შევადაროთ ჩვენ პორტფოლიოს და ვხედავთ რომ 26.95%-იან ზრდაში ვართ. რაც რა თქმა უნდა არის იდეალური, თან არ დაგვაუწყდეს ის რომ ჩვენი მთლიანი პოზიცია, ჩვენი მთლიანი კაპიტალით არ ვართ ჩვენ პოზიციებში, რა თქმა უნდა ვაფიქსირებთ მოგებებს, გვაქვს ქეში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა იმ ქეშსაც მოვუძევნით ცალკე დანიშნულებას, რაც რა თქმა უნდა არის აუცილებელი და ანუ ისევ 1 2 3 4 თვე ზედიზედ ვართ. პლუსში მეგობრებო, ნუ აქ მინუსში ვიყავით, იმიტომ რომ თავიდან გასატესტად თქვენსაც რომ ენახებინა გავაკეთე ინვესტიციები copy trading-ში და bot-ებში. But it is what it is. არც მოველოდი რომ ეს ყოველთვის მწვანე იქნებოდა, მაგრამ ბაზარი მიდის ჩვენ და სასიკეთოთ, ამიტომ რა თქმა უნდა ამ ყველაფერსგან ჩვენ მაქსიმუმ სარგებელს ვაკეთებთ და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, ბაზარი რო წამოვიდეს ახლა ქვემოთ, რა თქმა უნდა ჩვენი კაპიტალი შემცირდება, მაგრამ ბაიორდერები შეგვისება, რაც ჩვენ პოზიციას, ან ჩვენი ბიტკოინის და ეთერიუმის პოზიციას გაზრდის, რაც რა თქმა უნდა არის კარგი, ხო, ამიტომ თუ შემდეგ მინუსში ვიყავით, ან 25%-იანი, ან 20%-იანი, ან 15%-იანი ზრდა გქონდა, ესეც არ არის, რა თქმა უნდა, მეგობრებო, სამერვიულო. ეს იყო მეგობრებო, ჩვენი სექტემბრის საფულე, ანუ სექტემბრის დაწყება არის, თითქმის უკვე 100%-იანი 100%-იანი მოგებაზე გავდივართ, არა 100%-იანზე არა, ანუ ჩვენი კაპიტალი გავაორმაგეთ, თითქმის 100 გამოდის, მაგრამ ანუ სუფთა მოგება გამოდის პლუს-მინუს 26.99%-იანი, 26.95%, მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ იქნებოდა, რომ არ გამოგვეყენებინა ეს სტრატეგიები, რომ სტრატეგიებსაც მე ვიყენებ, რა თქმა უნდა. ამ სტრატეგიით ჩვენ დაცული ვარდნისგან, დაცული ვართ, როცა ბაზარი დავარდება, ძალიან დიდი დარტყმა რომ მივიღოთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს საფულეში ვერცხლი, რომელიც
ჩვენ საფულის ასტაბილურებს, თუ ბაზარი წამოვიდა ძალიან ქვემოთ, ანუ კრიპტო ბაზარი ყველა მიცით რომ არის ძალიან ვოლატილური, თუ ის წამოვიდა ქვემოთ და ბიტკოინი ეთერიუმი უცბად გაუფასურდა 10, 15, 20%-ით, ჩვენი ვერცხლის საფულე იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი საფულეში იყოს სტაბილურობა. პლუს ამას, იმიტომ რომ ჩვენ დავაფიქსირეთ გზადაგზა მოგებები და როცა ბაზარი წავიდა მაღლა დავაფიქსირეთ მოგებები და არ ვიყავით ყარბები, იმ მოგებებით რომ აკეთებთ რეინვესტიციებს, თუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ, პლუს მინუს თუ არ ვწდები 1000 ევროს. კიდე ახალი ორდერები მაქვს დადებული ბიტკოინს და ეთერიუმს და რა თქმა უნდა ის ორდერებიც შეგვევსება და პლუს ამას კიდე ჩვენ გვაქვს ქეში გვერდზე გადადებული, რომელსაც გამოვიყენებთ, რა თქმა უნდა, რაღაც შანსები თუ დავინახეთ, ეს შანსი უკვე დავინახე ერთ რამეში და ამაზე უკვე ცალკე ვიდეოს გავაკეთებ. თუ არ გინდა რომ გამოგჩნდეს ესეთი აპდეიტები, მეგობრებო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, რომ ესეთ საინტერესო ვიდეოები არ გამოგჩნდეთ.